წლიდან გადაწყვეტილი აქვთ თენზე ტარიფების გაზრდა. ასევე მომავალ წლიდან აპირებენ გაზზე და წყალზე ტარიფების მომატებას, რათა ისედაც მათგან გაძარცვული მოსახლეობისაგან კვლავ ამოქაჩონ და მოგლიჯონ ასეულობით მილიონი, რომელსაც შემდეგ როგორც ნახეთ, ინახავენ მუთაკებში, სეიფებში, ყიდულობენ ოქროს ზოდებს, იშენებენ ახალ სასახლეებს და აგრძელებენ ფუფუნებაში ცხოვრებას. სამწუხაროდ ეს იმ მოქალაქეების ჭყალებში დამსახურებაც არის, ვინც არ დააფასა ჩვენს მიერ წლების მანძილზე გაწეული ბრძოლა, თუნდაც ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით და ყოველ არჩევნებზე გარბოდა და თავქუდმოგლეჯილი და ხარს უჭერდა ოცნებას. და შემდეგ აცხადებდნენ, რომ სუპი მაქვს და სუპს შევჭამ. არც სუპი გექნებათ და არც იმ სუპის გასამზადებელი დენი და გაზი. რადგანაც ასეთი გაზრდილი ფასებისა და ესეთი გაზრდილი ტარიფების პირობებში მის შეძენის საშუალება არ გექნება, მაგრამ სამწუხაროდ ამ ჩადენილი ცოდვების გამო ყველა მთელი საზოგადოება აგებს პასუხს. არ შეიძლება ანგარებითი მოტივებით გავყიდოთ ჩვენი ხმა. ესეთი ფორმით მოსული ხელისუფლება შემდეგ იყენებს ამას იმისათვის, რათა 100 მაგად, 1000 მაგად ამოიღოს ის დახარჯული ფული, რაც გაწიეს მათ არჩევნებზე. და იმედია ყუას ვისწავლით მომავლისათვის, რომ ფულით გაქსუებული კასტის, ოლიგარქიის, მილიარდელების მოყვანა არ შეიძლება ხელისუფლებაში, რადგანაც ისინი მოტივირებული არიან ხალხის გასაზარდსვად, ქვეყნის გასაყიდად, რადგანაც მათი მადა არის აღუვსებელი. უნდათ მილიონს მილიონი დაამატონ, მილიარდს მილიარდი დაამატონ და არად დაგიდევენ ადამიანებისა და ქვეყნის ბედს. და იმედია ეს მავნე ტრადიცია ქვეყანაში ფულიანი კაცის ფეტიში მისი არჩევა დასრულდება ერთხელ და სამუდამოდ და არჩევთ კვალიფიკაციის, პატიოსნების, წესიერების, იდეოლოგიის შესაბამისად პარტიებს და არა იმის მიხედვით, ვის რამდენი ვერცხლი უჩხრიალებს ჯიბეში იმ მოლოდინით, რომ იმას დაგვირიგებს და ამით ვიქნებით ბედნიერი, ვერ იქნებით ბედნიერები, უყურებთ როგორ საშინლად ბრუნდება ეს ჩაძინული ცოდვები შემდგომში. იმედია ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად გავიმარჯვებთ.